პროკურატურაში განმარტებას აკეთებენ თუ რატომ დასჭირდა დაკავებული ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა. პროკურორი დავით ყაზარაშვილის განმარტებით მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ თავად წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქოემოციური ლაბილობა. დოკუმენტიდან გამომდინარე, რადგან ადვოკატების მიერვე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, სწორედ ამიტომ ჩაითვალა მიზანშეწონილად ექსპერტიზის დანიშვნა. ყაზარაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ექსპერტთან გასაუბრებაზე უარს განაცხადებს, ექსპერტიზის პროცედურა ვერ შედგება. პროკურორმა აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევაში ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ნინო დათაშვილის ადვოკატი არ უარყოფს, რომ სამედიცინო დოკუმენტი თავად წარადგინეს, თუმცა აცხადებს, რომ პროკურატურას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი არ აქვს. მისივე თქმით, მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტში ნეიროქირურგის მიერ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილის ხერხემლის ოპერაციის შემდეგ თანდევ სიმპტომებად აღინიშნება ფსიქოემოციური ლაბილობა, რაც დროებითია. ადვოკატის ინფორმაციით, დოკუმენტის წარდგენის მიზანი იყო, რომ სასამართლო სცოდნოდა მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ და გაეთვალისწინებინა, რომ ნინო დათაშვილს აღნიშნული ოპერაციის შემდეგ წელის არეში ძლიერი ტკივილები აქვს. შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი 9 ივნის საქალაქო სასამართლოს ფოიეში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავება. სამედიცინო დოკუმენტაცია რაც წარმოგვიდგინა დაცვის მხარემ პირდაპირ წერია თანხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქოემოციური ლაბილობა. ამაზე იყო კიდეც გაჟღერებულია მასმედიის საშუალებით და სწორედ ეს ჩანაწერი და ეს თანხლები დაავადება გახდა იმ საფუძველი, რომ დაგვენიშნა ექსპერტიზა და უბრალოდ შეგვეცნობინა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ სხვა მიზანი გამოცხადეთ, რომ არ არსებობს. აქ წამებას ან სხვა დაშჭით მექანიზმებს ადგილი არ აქვს. ბევრ ადამიანთან დაკავშირებით ტარდება ეს ექსპერტიზა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის დასაუბრება ექსპერტ შორის და უშუალოდ ბრალდებულს შორის და მასზე დაკვირვების შედეგად ხდება შემდეგ შეფასების დადება. ეს ექსპერტთან გასაუბრება არ არის. პროკურატურის შუამდგომლობა არის შეფასდეს ნინო დათაშვილის შერაცხადობის საკითხი. რაც საერთოდ სხვა რამესთან არის დაკავშირებული, ეს არის 20 დღე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შუამდგომლობა. პროკურატურამ შუამდგომლობა გამოიყენა ნინო დათაშვილის უფლებების დარღვევით. ამ დოკუმენტში მითითებულია ნინოს დიაგნოზი ხერხემლის მალთაშუა თიაქარი. თანმხლებად მითითებულია ემოციური ლაბილობა. ემოციური ლაბილობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები გამოხატავენ თავის ემოციას კონკრეტულ გარემო ფაქტორებზე მითითებით და ზეგავლენით და ნინოს შემთხვევაში ამ დოკუმენტში წერია, რომ ეს არის თიაქრის თანმხლები.